გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ, რა უნდა გავითვალისწინოთ უძრავი ქონების ყიდვის ან ქირავნობის შემთხვევაში, რათა თავიდან ავირიდოთ წყალმომარაგების საფასურთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული დისკომფორტი. პირველ რიგში აუცილებლად დარწმუნდით, რომ უძრავი ქონება რეგისტრირებულია ჯიუტის მონაცემთა ბაზაში და აქვს შესაბამისი აბონენტის ნომერი. ასევე შეამოწმეთ აბონენტის ტიპი და დარიცხვის მეთოდი. კერძოდ, რომელი რეგისტრაციის ტიპით ერიცხება უძრავ ქონებას წყალმომარაგების საფასური, საყოფაცხოვრებოა თუ არასაყოფაცხოვრებო. აღსანიშნავია, რომ წყალმომარაგების ტარიფი განსხვავებულია აბონენტის ტიპების მიხედვით და არასწორად რეგისტრაციის შემთხვევაში გათვალისწინებულია შესაბამისი პირგასამტეხლო. რაც შეეხება წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის მეთოდს, შესაძლებელია უძრავ ქონებაზე წყალმომარაგების საფასურის დარიცხვა ხდებოდეს სულადობრივად ან მრიცხველის ჩვენების მიხედვით. თუ დარიცხვის მეთოდი სულადობრივია, უძრავი ქონების შეძენის ან დაქირავების შემდეგ აუცილებელია განაახლოთ რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა. ხოლო თუ საფასურის დარიცხვა მრიცხველის ჩვენების მიხედვით ხდება, დააზუსტეთ, რამდენი მრიცხველია რეგისტრირებული აბონენტის ნომერზე. ყველა ზემოაღნიშნული საკითხის შემოწმების შემდეგ დარწმუნდით, რომ შეძენის ან ქირავნობის მომენტში აბონენტის ნომერზე არ ფიქსირდება წყალმომარაგების დავალიანება. შეძენის ან ქირავნობის შემდეგ კი აბონენტზე რეგისტრირებული პირის ან მისამართის ცვლილებისთვის დაგჭირდებათ ფიზიკური პირის შემთხვევაში განცხადების, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერი ან და საკადასტრო კოდი, იჯარის შემთხვევაში მეიჯარისა და მოიჯარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები და იჯარის ხელშეკრულება. ცვლილება ჯიუტის მონაცემთა ბაზაში 5 სამუშაო დღეში აისახება.